რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა რეგიონები გამოწვევების წინაშე დააყენა. უხვინალექისგან შექმნილ პრობლემებთან გამკლავებას ცდილობენ კახეთში, სადაც უამინდობის გამო მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა. აბონენტების ნაწილს კი ელექტროენერგია შეუწყდა. Gavladია შიდა მუნიციპალური გზები, რაც შეეხება გომბორის გზას, ამ დრომდე რჩება შეზღუდვა და არის დაშვებული მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება, რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას აქტიურად მუშაობენ, შესაბამისი სამსახურები და დიდი წილი აღდგა უკვე ელექტროენერგიის მიწოდება. ესეთი უხვინალექი არ მახსოვს, არ ვიცი, მე პირადად ვერ გამოვედი მანქანით, მაინც არ გავრისკებ. ნალექიანობა მუნიციპალური ტრანსპორტის შეფერხებით მოძრაობა განაპირობა, იწმინდება ტრაქტორებით გზები, იყრება ტექნიკური მარილი. თითოეულობამ პრობლემები შეუქმნა გორის მაცხოვრებლებსაც. ქალაქსა და სოფლებში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, სისტემატურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოებიც. მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქალაქის ყველა ქუჩაზე დაყრილია ტექნიკური მარილი. ჩვენს მუნიციპალიტეტში შემავალი ყველა სოფლის ცენტრალური გზა არის დამუშავებული, ტექნიკა მუშაობს ყველგან. ქალაქის მასშტაბით ყველა ქუჩაზე არის ტექნიკური მარილი დაყრილი. ჩვენი ადმინისტრაციული თეულების წარმომადგენლობა პერიოდულად ინფორმაციას გვაწვდის თუ სად რა ვითარება არის. ამ ეტაპზე მინდა გითხრათ რომ გადაადგილება არის უსაფრთხო, თუმცა მძღოლებს მოუწოდებს სიფრილისკენ. ორგანოებმა ინტენსიურმა თოვამ გადაადგილების პრობლემა შექმნა ქვემო ქართლის რეგიონშიც, თუმცა პრობლემების მოგონებას ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად ცდილობს. ელექტროენერგიის აღსადგენ სამუშაოებს ენერგოპრო ჯორჯი ატარებს. გზის გაწმენდაზე კი 40-მდე ერთეული სპეციალური ტექნიკა ზრუნავს. ქვემო ქართლის მსგავსად გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს შიდა ქართლის სოფლებშიც. რეგიონში სტაბილური მდგომარეობა გვაქვს, თოვლის შედეგად პრობლემები არ შექმნილა. ყველა მუნიციპალიტეტი მზად არის საჭიროებიდან გამომდინარე მოახდინოს ტექნიკის მობილიზება. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ყველა მუნიციპალიტეტში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. მიმდინარეობს სპეციალური ტექნიკის საშუალებით გზების თოვლისაგან გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა. თითოეულობამ პრობლემები შექმნა ასევე ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც, მაგრამ შესაბამისი სამსახურები, ენერგოპრო შესაბამისი სამსახურები მობილიზებული არიან. ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. მოქალაქეებს დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე მოძრაობა თავისუფალია, გვჭება კობი-გუდაურის მონაკვეთზე მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტზე შეზღუდვა, ასევე ძლიერი თოვისა და ლიბყინულის გამო გვჭება მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტზე მაღალმთიან რეგიონებში შეზღუდვა. მთელი ქვეყნის მასშტაბით უხვინალექი კიდევ 24 საათის განმავლობაში შენარჩუნდება. თბილისსა და რეგიონებში უამინდობის შედეგად გამოვლენილი პრობლემების აღმოსაფრთხოად მუშაობა კი აქტიურად მიმდინარეობს.